განსხვავდება ფლორიდა ნიუ-იორკისგან, აი სასწაულია რა. აქ ვერსად ვერ მიხვალ ფეხით. იქ ხო ყველგან ფეხით მიდიხარ. აქ არის სულ რაღაცა დახურული, ახლა მაიამიში სხვანაირად არის რა თქმა უნდა, მაგრამ ამ Palm Beach-ზე არის სულ დახურული უბნები. თავის ეს რაღაცა და ისინი აქვს რა, შოპინგ ცენტრები, აი ეს შოპინგ ცენტრი უშველებელი, რომელიც ალბათ ეკუთვნის უახლოეს უბანს. ის უბანი სულ ერთ ფერშია, აუცილებლად ერთნაირად გამოიყურება. ახლა ალბათ დავინახავთ. Postas თავისი აქვს, სუპერმარკეტის თავისი აქვს, რაღაცა სახელები ქვია ყველას, აი ხავართ რაღაცა ბლუმთან. და ყველა შენობა აუცილებლად ამ უბანში უნდა იყოს ერთი ფერის. ყველა გარაჟი ერთნაირად შეღებილი და ძალიან საინტერესოა, მოკლედ როგორ განსხვავდება ნიუ-იორკისგან. ნიუ-იორკში ყველა უბანი სხვადასხვანაირია და ზოგადად ფეხით მიდიხარ, მოდიხარ სადაც გინდა, რასაც გინდა. აქ ის სხვა რაღაცა. უმეტესობას ხოთშეს რასაც მივაკვირდები, აქ უფრო არიან ესეთი შუახნის ასაკის და უფრო დიდი ასაკის ადამიანები, რომლებიც ეთქვი პენსიაში მოდიან თბილ ფლორიდაში და უფრო უმარტივდება ცხოვრება, იმიტომ რომ ხოთშეს ისიც არ არის, სართულებიც არ არის რა, ყველაფერი არის ესე პირველ სართულზე. სახლებიც თითქმის ყველა ერთსართულიანია, მაგრამ შეიძლება უფრო დიდი იყოს და გაშლილი. და რაღაცნაირად ძალიან მოწყობილია ასაკოვანი ადამიანებისთვის. ძალიან განსხვავდება. გინდათ საინტერესო ფაქტი ფლორიდის შესახებ. იცით რომ არც ერთი პალმა, სუპალმებია ოღონდ. აი სუპალმებია, სადაც არ უნდა გაიყო. არც ერთი პალმა არ არის ფლორიდის. თავის დროზე, როდესაც ააშენეს ეს შტატი, ჩამოიტანეს პალმები და ესე გააწყეს, რომ აი ინფრასტრუქტურა ყოფილიყო, რომ აი ესეთი არის, ეს იქნება საზღვაო კურორტი და ეს იქნება საზღვაო ადგილი. არა და აქ არ იზრდება. ანუ დიდგანვე არ იყო გათვლილი, რომ პალმების ქალაქი უნდა ყოფილიყო, ან შტატი უნდა ყოფილიყო. ერთი საინტერესო ფაქტი არის ის, რომ როდესაც ხარ მაინც იქით ამ მხარეს ქვეყნის სამყაროსი ან ევროპისკენ, რაღაცნაირად ვერ იაზრებ რა ახლოს არის რაღაცები აქ. მე მაგალითად არ ვიცოდი, რომ შეიძლება მიცურო მაიამიდან ჰავანამდე კუბამდე. ну ახლა მე ვერ მიცურავ, თქვენ ვერ მიცურავთ, მაგრამ პროფესიონალი მოცურავი მიცურავს. და ესე ახლოს არის. თუნდაც ჰავანა, თუნდაც ბაჰამები. აი ესე ახლოს არის მაიამისთან და ყურესთან. ჩვენ აქ ახლა